ეს არის ექიმი, რომლისაც მე პირადად ყველაზე მეტად მეშინია. კიდე გაინტერესებს რას ამბობენ საექიმო წრეებში, რას ჭორაობენ შენზე? შენი დიაგნოზით ფაქტობრივად ადამიანის ბედი წყდება. დღეში რამდენი ადამიანის გამოსახულებას უყურებ? ერთი ასეული მინიმუმ. 100. და რა დრო გეხარჯება, რა დრო მიაქვს ამ ყველაფერს შენი ცხოვრების? მედიცინა 24 საათიანია. ხო. ყველაზე არის რა დიაგნოზია, რომელიც არ გიყვარს? არის ორი სიტყვის კომბინაცია. ყველაზე რთულად დასანახი დიაგნოზი რა არის რადიოლოგიურად? ზოგადად რადიოლოგები რას ხედავენ ხოლმე? იმას, რასაც ეძებენ, თუ რასაც პირი გვეუბნება? ნაწილობრივ ტენდენციური უნდა იყოს. ხელოვნური ინტელექტის შემოსვლა მედიცინაში რევოლუციას ნაკლებად ველოდები, უფრო ევოლუციას ველოდები. ზოგჯერ იმაზე მეტად მიხარია პაციენტზე. ხო. პაციენტი ვერ აცნობიერებს ზოგჯერ ამას. ჩვენ ვაცნობიერებთ. საღამომშვიდობისა, პარასკევის საღამოა და ეთერშია ჩვენი პოდკასტი ექიმი მიკროფონთან. დღეს მე მყავს ამ პოდკასტში ძალიან გამორჩეული სტუმარი, რომელთან შეხვედრასაც დიდი ხნის განმავლობაში ველოდი და აქვე დაგასპოილერებთ, რომ ეს არის ექიმი, რომლისაც მე პირადად ყველაზე მეტად მეშინია, ზოგადად არ მეშინია ხოლმე ექიმების, მაგრამ მისი მეშინია. და ეს არის ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად დიაგნოზების 90% ადამიანებს უსვავს და მას პაციენტები ნაკლებად ხედავენ ხოლმე. შემდგომ ეს დიაგნოზები ეგზავნება მათ მკურნალ ექიმებს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დღევანდელი პოდკასტის სტუმარი გახლავთ. კავკასიის მედიცინის ცენტრის რადიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი და არა მარტო კავკასიის მედიცინის ცენტრის რადიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი, ძალიან ბევრი კლინიკის რადიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი, ბატონი ნიკოლოზ საინიშვილი. ნიკა, მოგესალმები. დიდი მადლობა, რომ მოხვედით დღეს აქ სასაუბროთ. მართლა ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხარ ჩემთვის და საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, რომ შენი ყველაზე მეტად მეშინია, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრობთ რაღაცნაირად, როდესაც მე იპოქონდრიული ადამიანი ვარ და როდესაც კვლევას ვიტარებ, კვლევის ჩატარების მერე რაღაც პერიოდი რომ უნდა გავიდეს, მერე რომ უნდა აიყო და ნიკას დაურეკო და რამჭირს და და ყველაზე მეტად მიყვარს რომ უნდა ამანებე თავი, არაფერი არ გჭირს, როცა მეუბნები, მაგრამ ხო, ანუ შენი დასკვნები, შენი დიაგნოზით ფაქტობრივად ადამიანის ბედი წყდება. მოდი პირველ შეკითხვას დაგისვამ, რატო აირჩიე ეს პროფესია, ან როგორ მოხვდი ამ პროფესიაში? ხო, პრინციპში მართალი გითხრა, ეს მედიცინაში პირველი არჩევანი არ იყო. წინა ცხოვრებაში ნეიროქირურგი ვიყავი. დიდხანს საკმაოდ 16-17 წელი. და იყო პერიოდი, რომ პარალელურად ვიყავი ნეიროქირურგიც და რადიოლოგიც. ეგეთი 7-8 წელი ესეთიც იყო შუალედში. მერე არ გეტყვი ზუსტად ახლა ქირურგია მომბეზდა, მომწყინდა თუ არ მომწყინდა ალბათ, მაგრამ რაღაც უფრო აიც რადიოლოგიისკენ წავიდა. გული. იყო ამ არჩევანში ალბათ შეიძლება არა თლად გადამწყვეტი თუ არა, ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზეგავლენა იყო რადიოლოგიაში ჩვენი მასწავლებლის ფრიდონ თოდუას. თუმცა მინდა გითხრა, რომ ნეიროქირურგია ეხლაც ძალიან მეყვარს. ხო? კი. მაგრამ აქვე ერთი რაღაც მინდა გითხრა, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრ ექიმს ვაკვირდები ზოგადად და შენ ხარ ასევე ძალიან კარგი მენეჯერი და მენეჯერული უნარები გაქვს, იმიტომ რომ შენი გუნდი, სადაც მუშაობს, ყველგან ძალიან მოწესრიგებული სიტუაცია, რაც არ არის მარტივი და ანუ ეს ჩემი გულწრფელი კომპლიმენტი მიიღე. დიდი მადლობა. მე პირიქით გონია რომ არა, იმიტომ რომ პაციენტის თვალით რომ შეხედო, იქ ძალიან მოწესრიგებული გაქვთ ყველაფერი და ეს ძალიან კარგია. კიდე გაინტერესებს რას ამბობენ საექიმო წრეებში, რას ჭორაობენ შენზე?
რა ვიცი, კი რა თქმა უნდა. ხო, აი ესეთ რაღაცა გავრცელებული იმედია ძალიან ცუდ სარჯორო. ესეთი გავრცელებული ფრაზაა, რომ როდესაც რაღაცა დასკვნა მოდის, საინიშვილმა ნახა და თუ საინიშვილმა ნახა, იმას წყალი არ გაუვაო. აი, ამას გულწრფელად გეუბნები, მართლა ასია და ძალიან ბევრი ექიმი ვინც გვიყურებს ახლა, მაშინ მე აუცილებლად დამეთანხმებ. მოდი პროფესიულ ნაწილზე გადავიდეთ და მე კონკრეტულად ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით. ზოგადად რადიოლოგები რას ხედავენ ხოლმე? იმას, რასაც ეძებენ, თუ რასაც პირი გვეუბნება. თუ რასაც ეძებ, ნაწილობრივ ალბათ რასაც ეძებ, ნაწილობრივ ტენდენციური უნდა იყო რაღაცა წარმოდგენა, იმიტომ რომ ანამნეზი გჭირდება რომ იცოდე. ის დრო წავიდა. იყო ეს დრო ეგ პერიოდიც რადიოლოგიაში, როცა არ გჭირდება არაფერი და აი მარტო ფირი დაიჭირე და შეხედე და იმ ფირზე რასაც ხედავ, მე იმას აღწერ. ეგ დრო რადიოლოგიაში იყო ალბათ 80-იანი წლები. მე უკვე რაც ციფრული ტექნოლოგიების განვითარება დაიწყო და ანუ გამოსახულების რაოდენობა მოიმატა, უკვე მარტო ამისი დანახვა საკმარისი არ არის. ანამნეზური მონაცემები გვჭირდება. და ნუ პაციენტის ისტორიული და თუნდაც დემოგრაფიული ზოგჯერ, იმიტომ რომ არსებობს დაავადებები, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზეა გავრცელებული, ან კონკრეტულ ვითარებაშია გავრცელებული. აი პერიოდული დაავადება მაგალითად. თუნდაც ბორელიოზი მაგალითად, ხო? ანუ ეს მარტო გამოსახულებით შეიძლება ბორელიოზამდე ვერ მიხვიდე. ინფექციების, რიგი ინფექციებისა, დემიელინიზაცია, ანუ ეს ანამნეზური მონაცემები გვჭირდება, მაგრამ მარტო ანამნეზიდან თუ ამოდიხარ, უკვე ტენდენციური იქნება. აი, რაღაც ესეთი კარგი ბალანსი გვჭირდება ამისთვის, რომ თან გამოსახულებას უყურო და დეტალურად, იმიტომ რომ დეტალებში უყურება, ну აი მარტივად რომ ვთქვა, იწყება საიდან? გამოსახულების იდენტიფიკაციიდან. რომ აი მე ნამდვილად ამ ადამიანის გამოსახულებას უყურებ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ანუ მაიდენტიფიცირებელი მონაცემებიდან იწყება გამოსახულების ნახვა. და ნუ მე გრძელდება აი კონკრეტულად ამ ადამიანის გამოსახულებას უყურებ, მაგრამ კონკრეტულად ამ დროს ჩატარებულს თუ არა, აი ესეთი დეტალებიდან. და მე გადავდივარ უშუალოდ გამოსახულებაზე, მხოლოდ ამის შემდეგ. დღეში რამდენი ადამიანის გამოსახულებას უყურებ, აი რომ დავთვალოთ ჯამურად? ნუ ბევრად იმაზე მეტის, ვიდრე სასურველი იქნება. აი მოდი ვთქვათ რამე კონკრეტული ციფრი. ნუ რა ვიცი, ალბათ ნუ 100 მინიმუმ. 100. და რა დრო გეხარჯება, რა დრო მიაქვს ამ ყველაფერს შენი ცხოვრების? შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი. აქვე მე არასდროს კი ეს პირადად საჯაროთაც მინდა მადლობა გადაგიხადო, იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან იცი ხოლმე დახმარება, როდესაც ადამიანს უჭირს და მე პირადად ჩემს იმაზეც გამომიცდია და აი ხამეც კი რაღაცა პრობლემა მქონდა და ღამეც კი ჩაუტარებია ჩემთვის რადიოლოგიური კვლევა და მადლობა მინდა გადაგიხადო ამისთვის, ხო? მედიცინა 24 საათიანია. ხო. ინციდენტალურ აღმოჩენებზე მინდა გკითხო. არის ხოლმე ხშირად შემთხვევები, რომ როდესაც ადამიანი მოდის უბრალო ჩეკაპზე, ესე რომ ვთქვათ, უბრალო შემოწმებაზე და ამ უბრალო შემოწმებაზე რაღაც ძალიან სერიოზულს აღმოაჩენ და მას არანაირი, ვთქვათ, არც კლინიკური გამოვლინება ამის არ აქვს, არც რაღაცა სიმპტომები, რომ მაგალითად იღებ პირობითად სახის წიაღებს და უცბად რაღაცა დაინახე სხვაგან. მაგალითად ფილტვის ზედა ნაწილებში ასე. კი, შეიძლება. ბევრია ესეთი შემთხვევა. კი, საკმაოდ. ნუ ინციდენტური აღმოჩენა ეგ არის ზუსტად, რომ ინციდენტური იმიტოა, რომ სხვა რაღაცას ვიკვლევთ და სხვა რაღაცას ვყოლობთ. რუტინული კვლევის პროტოკოლებიც ვცდილობთ ისე კონდეს დაალაგებული, რომ რაც შეიძლება მეტი არე მოვიცვათ. და ნუ აი სიტყვაზე წელის მალების კვლევის დროს შეიძლება რაღაცა გულკერჩი ვიპოვოთ, ან თუნდაც კისერში. ამის საშუალებას უფრო იძლევა MRT, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, იმიტომ რომ არ არის ხიური.
კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე მაინც ვცდილობთ, რომ უშუალოდ გამოსაკვლევი არით შემოვიფარგლოთ. რომ არ დავასხივოთ სხვა. რომ ავირიდოთ ზედმეტი დასხივება. აი მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა სხივური არ არის. თუმცა დახურული სივრცეა, ოკეი, არ არის კომფორტი ამ თვალსაზრისით, მაგრამ სხივური დატვირთვა არ არის და ამიტომ თუ ახერხებთ, რომ რაღაცა დამატებითი ინფორმაციაც ამ დროს მოვიპოვოთ და თან ამით არ გახანგრძლივდეს მანდ მაინც კვლევა, მაშინ ამას რა თქმა უნდა ვირჩევთ. როგორ ფიქრობ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ერკვევა მაგალითად განსხვავებას პოულობს მაგნიტორეზონანსულ კვლევასა და კომპიუტერულ ტომოგრაფიას შორის. აპარატები გვანან ერთმანეთს ცოტა. სამწუხაროდ არა. სამწუხაროდ უმეტესობას ეს ერთი და იგივე ჰგონია. არადა აბსოლუტურად განსხვავებული ფიზიკური საფუძვლები აქვს. კომპიუტერული ტომოგრაფია ეს არის რენტგენის სხივის ზემოქმედებაზე დაფუძნებული კვლევის მეთოდი. ანუ პაციენტს დავასხივებთ რენტგენის სხივებით და მიღებულ შედეგებს მე მივიღებთ გამოსახულებაზე. მაგნიტორეზონანსული კვლევა ეს არის უშუალოდ ადამიანის ორგანიზმში არსებული წყალბადის ატომების მიერ გამოცემული ენერგიის რეგისტრაცია. ანუ არაფერს არ ვასხივებთ. მაგნიტური ველის ზემოქმედებით ორგანიზმში არსებული წყალბადის პროტონების ენერგიას ვიჭერთ და იმას გარდაუქმნით მერე გამოსახულებად. მაგნიტში შენს კლინიკურ პრაქტიკაში ყოფილა ვინმე ისეთი, რომ მაგალითად იმ ოთახში შესულა, რომელსაც მეტალი დაჭერია და მიუკრია მაგნიტს, ანუ ამდენი ვირის სხვა იყო და რამეს ხო ვერ გაიხსენებდი მსგავს. ყოფილა. სამწუხაროდ ეგეთი კურიოზები არის და იმაზე მეტია ვიდრე სასურველია, საბედნიეროდ არ ქონია ისეთი კურიოზი, რომელიც ვინმესთვის სავალალოდ დამთავრებული იყოს. შეიძლება ისე სოფლიოს აქვს ეგ პრაქტიკა, რომ სავალალოდ სოფლიოს აქვს ეგეთი პრაქტიკა, სამწუხაროდ. მაგალითად არის გულის რიტმის წამყვანი პეისმეიკერი, თანამედროვე პეისმეიკერები უკვე არსებობს ისეთი, რომელიც მაგნიტთავსებადია, მაგრამ ძველები მაგნიტთავსებადი არ იყო და არსებობს ესეთი შემთხვევები აღწერილია, როდესაც ადამიანს უცოდინრობით თუ დაუდევრობით საკუთარი თუ მეტპერსონალის მოხვდა მაგნიტურ ველში პეისმეიკერით და გაჩერდა, გულის გაჩერება გამოიწვია. სახსროვან პათოლოგიების დროს აი ძველი მასალებით გაკეთებული, ეს სასიკვდილო არ იქნება, ოღონდ თუ მსხვილი სახსრის პროტეზია შეიძლება უბრალოდ მიიკრას და მოგვიწიოს მაგნიტის დაქვენჩვა, ანუ მაგნიტური ველის მოხსნა, რომელიც მერე იქნება ძალიან ხანგრძლივი და ძვირი პროცედურა იმის აღდგენა. მაგრამ პაციენტს ამას წინასწარ ეკითხებით ხო ყველა პაციენტს ვინც მაგნიტზე შედის. პაციენტს ვავსებინებთ სპეციალურ ჩეკლის და თუ არ იცის იმან პაციენტი ხო შეიძლება პაციენტმაც არ იცოდეს მაგალითად. ასეთ შემთხვევაში კვლევა უნდა გადავადდეს. უნდა გადავადდეს კვლევა ასეთ შემთხვევაში, ხო? რა მნიშვნელობა აქვს რადიოლოგისთვის თვალის გამოცდილებას? აი რა მოაქვს წლებს რომ მითხრა ცოტა შეიძლება ბანალური შეკითხვაა მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როდესაც აი ძირითადი რადიოლოგის მუშაობაში სწორედ თვალის გამოცდილება ანუ ეს არის big data რომელიც შენ გაქვს საკუთარი დაგროვილი ეხლა უკვე ხელოვნური ინტელექტი გვეხმარება ამაში, რომ აი რუტინული რაღაცეების ყურება, ის რუტინული იმას ბევრი აქვს ჩატვირთული და შეიძლება პირდაპირ დაიხმარო და გამოიყენო, მაგრამ მანამდე და ეხლაც ჯერ გრძელდება მხედველობითი გამოცდილება არის ზუსტად ის ძირითადი, რაც გეხმარება. თუ დაუშვათ რაღაც იშვიათი შემთხვევა, რომელიც შეიძლება ცხოვრებაში შეგვხვდეს ურამდენიმე და ამ დროს შენ უკვე 2 თუ 3 ნანახი გაქვს ეს გეხმარება რომ შემდეგ ჯერზე რო შეხვდება ის იშვიათი რამ უკვე რა არის ყველაზე იშვიათი რამ რაც ნანახი გაქვს აი რაც აი ერთხელ გაქვს ნანახი ერთხელ მაქვს ნანახი ამიზნდება ახლა მაგის აი ორჯერ ხო მაგალითად არის ესეთი იშვიათი კოლოიდური ნგროვები არტერიების ირგვლივ რომელიც ძალიან
დიდი მიმიკია სისხლჭაქცევის. და ამის გამო შეიძლება ახალგაზრდობაში ანგიოგრაფიებიც გვაქვს ნაკეთები. მაგრამ ეხლა უკვე რომ ხდება, როცა შემხვედრია იმის მერე ზუსტად ვიცი რაც არის. ნიკა, თქვენ დასკვნებს, როდესაც რაღაც დიაგნოზი გინდება, ყოველთვის აწერია ხოლმე, რომ საჭიროებს შემდგომი მიმართულების ექიმის კონსულტაციას, ხო? ამ მიმართულების კონსულტაციას რომ აწერ, გულის სიღრმეში იცი რაც არის ეს დამატებითი დიაგნოზის დასუსტებისთვის საჭიროებს ამას და ამას. აი ის დამატებითი დიაგნოზში ცდომილება რამ პროცენტია ხოლმე შენთვის ძირითადად? აი გულწრფელად რომ ეს დიაგნოზში ცდომილებისთვის არ არის. ეს უფრო შემდგომი, ხო, ეს უფრო შემდგომი თუნდაც კურნალობის ტაქტიკისთვის არის. ანუ ჩვენ დავუშვათ რაღაც მიმართულებას ვაძლევთ, რომ ეს კონკრეტული დიაგნოზია, ანუ სიტყვაზე ან მოტეხილობა არის, ან სიმსივნეა, ამაში თითქმის არ გვეპარება უკვე ეჭვი, ოღონდ შემდეგ ამას მართვა უნდა. და ამისთვის პირველ რიგში ამისთვის არის საჭირო ამ თუ იმ მიმართულების ექიმის ჩართვა. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ამას მერე ვერ მართავთ. ჩვენ ამის არც დავუშვათ გამოცდილება გვაქვს, ხო, რადიოლოგებს იმ დაავადების სამართავად. ერთია ეჭვი მიიტანო, ან თუნდაც დარწმუნებული იყო დიაგნოზში, მაგრამ მერე აი სიტყვა სავარაუდო ხშირად ჩანს ხოლმე, სავარაუდო დიაგნოზი. მაინც კი, იმიტომ რომ მეტი ალბათობით სავარაუდო, ეგ თითქმის 100%. ძალიან მაღალ პროცენტიანი არის და იმიტომ რაც რო გადის უფრო და უფრო დიდი პროცენტი გამოდის იშვიათი დაავადებების ან მსგავსი გამოსახულებების და ამდენად ხშირია ხოლმე დიაგნოზში დატოვება კი. კეთილი, რა მინდა კითხო იცი? შენ ახსენე ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტის შემოსვლა მედიცინაში ელოდები თუ არა რომ მომდევნო 10 წლეული, 20 წლეული ეს იქნება სამედიცინო სფეროში რევოლუციების ეპოქა. რევოლუციას ნაკლებად ველოდები, უფრო ევოლუციას ველოდები, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი დღეს არის რაც მაგალითად 90-იანების დასაწყისში იყო ინტერნეტი. ხო. განხლევით იგივე გამოდის რა, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი გინდა თუ არ გინდა ის არსებობს, თუ გამოიყენებ უფრო წინ ხარ, ვიდრე თუ არ გამოიყენებ. ასევე იყო გაახრობს მედიცინაში ხელოვნური ინტელექტი რაღაც პროფესიებს? გაახრობით ალბათ ვერ გაახრობს, თუმცა შეამცირებს. შენ მიმართულებაში? შენ მიმართულებაში პირველ რიგში ალბათ. დიაგნოსტიკურ მიმართულებაში. ანუ დიაგნოსტიკურ რადიოლოგიაში მომუშავე რადიოლოგი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს აქტიურად, უფრო პროდუქტიული ხდება. ახან უფრო პროდუქტიული ხდება, შესაბამისად, ნაკლები იქნება საჭირო ფიზიკურად ადამიანური რესურსი. ადამიანური რესურსი. საჭირო იქნება მაინც, მაგრამ ნაკლები იქნება საჭირო. ინტერვენციულ რადიოლოგიაში მომუშავეს ეგ არ შეეხება, იმიტომ რომ იქ ფიზიკურად ხელით არის რაღაცა საკეთებელი, რასაც ხელოვნური ინტელექტი ვერ შეცვლის. თვითონ ეს პროცედურები, როდესაც საუბრობდით MRI-ზე, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, მათი ხანგრძლივობები შემცირდება? შემცირდება აუცილებლად. შემცირდება. ყველა ევოლუცია მაგისკენ არის მიმართული. კომპიუტერული ტომოგრაფია ისედაც პრინციპში წუთი ნახევარი გრძელდება, მეტი შესამცირებელი კომპიუტერული ტომოგრაფიის ევოლუცია უფრო მიმართული არის სხიური დატვირთვის შემცირებაზე. ანუ ყველა უფრო თანამედროვე სკანერი მისი სარეკლამო ბროშურაც რომ წაიკითხო, პირველ რიგში იმაზეა აქცენტი, რომ აი სხიური დოზაა შემცირებული, მინიმალურია, კიდევ უფრო მსხვერპლი ეფექტები ნაკლები. რა თქმა უნდა. აი მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის ევოლუცია ძირითადად მიმართულია იმაზე, რომ შემცირდეს ხმაური, შემცირდეს ხანგრძლივობა. და აუშვათ გაიზარდოს პაციენტის კომფორტი, ცდილობენ რომ უფრო განიერი გვირაბი იყოს, ჰელიუმი ნაკლები იყოს
ანუ კომფორტზე მორგებული იქნება და ხო ეს დრო ძალიან ის არის. სხვათა შორის იცი რა, მე ძალიან ბევრი პაციენტისგან გამიგია, რომ მათ აქვთ კლაუსტროფობია და პირობითად ვერ ძლევენ ამ შიშს, რომ შევიდნენ მაგალითად მაგნიტში და ჩაიტარონ ეს კვლევა. ანესთეზია რამდენად დაინერგა აი ესეთი პაციენტები. კი ბატონო, დაინერგა დიდი ხანია, არსებობს პრემედიკაციის ხერხი ამისთვის მიდაზოლამით პრემედიკაცია საკმარისია ხოლმე. და მიდაზოლამის პრემედიკაციის ქვეშ ყველა ამ პაციენტს კლაუსტროფობია ეხსნება და ჩვეულებრივად აგრძელებს კვლევას. სურვილის შემთხვევაში. მეორე ბავშვები უნდა სედაცია ჭირდება კი. ბავშვებს უეჭველი ჭირდება ანესთეზიოლოგის ჩარევა და ღრმა სედაცია, იმიტომ რომ არ უნდა იმოძრავოს. მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფიის პირველი პრინციპი არის, რომ გამოსაკვლევი ობიექტი უნდა იყოს უძრავი. ამიტომ ბავშვს ცხადია ხა მცირე ასაკის ბავშვს ამას ვერ აუხსნი და უნდა დააძინო. არტეფაქტები ხშირია ხოლმე? კი, რა თქმა უნდა. მოძრაობით პირველ რიგში. მოძრაობით. ახლა მე მინდა დიაგნოსტირებაზე კიდევ ერთი ყურადღება. არსებობენ ადამიანები, რომლებიცაც უნდათ რომ აი ყველაფერი გამოიკვლიონ. აი ჰიპერდიაგნოსტირების მომხრე თუ ხარ როგორც რადიოლოგი, რომ აი მოვიდეს ადამიანი, კატეც გადაიყოს, MRI-ც გადაიყოს და მთელი სხეულის ესეთი კვლევა ჩაიტაროს და რამდენად იცავს ეს კვლევა საომავლოდ თქვათ დაავადებების განვითარებისგან, მაგალითად ონკოლოგიისგან. აი კიბოსფობია საქართველოში დიდი. კი, რა თქმა უნდა. არა მარტო საქართველოში, სხვაგანაც. ჩვენ მივედით ასე ეგრეთ წოდებულ ჩეკაპამდე, ესე იგი. ჩეკაპისთვის პრინციპში მაინც გამოიყენება უფრო მაგნიტურეზონანსული კვლევა. იმის გათვალისწინებით, რომ სხეული დატვირთვა არ არის. თუმცა ხანგრძლივია ეს, ანუ მთელი სხეულის ჩეკაპი დაახლოებით საათნახევრიდან 2 საათამდე გრძელდება, კონტრასტულია აუცილებლად, იმიტომ რომ უკონტრასტო ჩეკაპი ძალიან ზერელე იქნება. კონტრასტული კვლევა მაინც არ არის იმდენად დეტალური, როგორც ცალკეული ორგანოს კვლევა, მაგრამ საკმაოდ დიდ პროცენტში გიცავს, იმიტომ რომ ჩეკაპის დროს შეიძლება შემთხვევით იპოვო რაიმე სერიოზული დაავადება. კომპიუტერული ტომოგრაფიით მთელი სხეულის კვლევას პრაქტიკაში არ ვიყენებთ. მთელი სხეულის კვლევა კომპიუტერული ტომოგრაფიით კეთდება მხოლოდ პოლიტრაუმების დროს. თუმცა ვეძებთ მოტეხილობას, სისხლძელას და ასე შემდეგ. გეგმიური კვლევის დროს მთელი სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფია არ ტარდება. ტარდება მაგნიტურეზონანსული. და ანუ ხა ყოველ წელს რასაკვირველი არ არის ამისთვის არსებობს ჩეკაპის ალგორითმები. ყოველწლიურად გასაკეთებლად ალბათ უფრო გამოიყენება ლაბორატორიული სინჯები, ულტრაბგერა და მე რამდენიმე წელიწადში ერთხელ მაგნიტურეზონანსული კვლევაც ერთვება. აი კონტრასტი ახსენე ახლა და აი ამ კონტრასტთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მსმენელისთვის, მაყურებლისთვის გასაგები იყოს, აი რას აკეთებს კონტრასტი? და აი იცი რა არის ეს კონტრასტი ყველა არსებობს რაღაცა ტიპის დაავადებები, მაგალითად თირკმის ქრონიკული უკმარისობა თუ არის, შეიძლება ან თქვა მაღალი კრეატინინი თუ აქვს ადამიანს რაღაც შეზღუდული იყოს, კი ბატონო. კონტრასტი მაყურებლისთვის რო გასაგებად ავხსნათ, კონტრასტი ეს არის ნივთიერება, რომელიც შეკვავს ინტრავენურად და რომელიც პირველ რიგში აძლიერებს სისხლძარღვოვან სურათს და საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ისეთი პათოლოგიები, სადაც გაძლიერებული სისხლის მიმოქცევა ხდება. სამაგალითო ვასკულარიზაციას რასაც ვეძახით. ხო, ვასკულარიზაციას რასაც ვეძახით. გაძლიერებული სისხლის მიმოქცევა ხდება, აი მაგალითად პირველ რიგში ესეთი ეჭვმიტანილი არის სიმსივნური პათოლოგია, იმიტომ რომ ყველა სიმსივნე ხო ახალწარმონაქმნია, ანუ ახალწარმონაქმნი რას ნიშნავს? ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნა რაღაც მავნე ქსოვილი, რომელსაც სისხლძარღვი აქვს თავისი, რომელიც კვებავს, ამიტომ ის შეიძლება ვიპოვოთ ასე კონტრასტული გაძლიერებით. ასევე გვჭირდება კონტრასტირება თვითონ სისხლძარღვების სანახავად, იგივე ანევრიზმის სანახავად მაგალითად, ან მალფორმაციის სანახავად, რომელიც სისხლძარღვოვანი ანომალიაა. ამიტომ ეს
შიში რო არ იყოს დაუშვათ პაციენტისთვის, ახლა არ იქა კონტრასტი შემომთავაზეს და ესე იგი კიბო მაქვს, არა, ესე იგი კიბო არ გაქვს. უბრალოდ კონტრასტირება შემოგთავაზეს იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული მიდამო უფრო დეტალურად დავინახოთ. ხო, მესმის. ცხადია, თირკმლის გიპასუხებ მაგაზეც, თირკმლის პათოლოგიის დროს კონტრასტი თირკმლით გამოიყოფა მერე და ამას ვითვალისწინებთ, ხომ? როდესაც თირკმლის უკმარისობა, კონტრასტირება შეზღუდულია, ამას ან წინასწარი მომზადების შემდეგ ვაკეთებთ, ან დიალიზი იგეგმება ამ დროს და ისე ვაკეთებთ, რომ თუ აუცილებელია კონტრასტირება, შემდეგ დიალიზს გეგმავთ, ну, მოკლედ თირკმელს უნდა გავუფრთხილოთ. რამდენ ხანში გამოდის ეს კონტრასტი? დაშლის პერიოდი როგორი აქვს? კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტრასტი გამოიყოფა რამდენიმე საათში უკვე აღარ არის. მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფიის კონტრასტი კიდევ უფრო ნაკლებში. ის არის, იოდ შემცველი არ არის, ამიტომ თირკმლის უკმარისობაზეც ნაკლებზე გავლენას ახდენს, თუმცა მაინც ახდენს. აი ის რა არის ყურში რო ჩაქჩორს, ეხა შეიძლება სიმწარე იგრძნო ყელის არის საყლაპავის არეში ეს კონტრასტის შეშვა. ეგ არის კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტრასტი, ის იოდ შემცველია და ამიტომ წნევით შედის, მაღალი წნევით შედარებით და ამიტომ ამ შეგრძნებას იწვევს კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის დროს. ზოგიც ძალიან ცუდი ხმა აქვს, იცი, ყურში რო ჩაგესმის ხოლმე იქიდან, აი დაძაბული ხარ. ჩაისუნთქე, ამოისუნთქე რაღაც და აი რაღაც გონია რომ ასეთ დროს პაციენტს უფრო ჭირდება რაღაცა ხმაც უნდა იტოს. ჩვენ წინასწარ ვიწერთ ამ ხმებს და ნუ ცხადია ვცდილობ ისეთი ხმა ჩავიწერო, ვისაც უფრო მკაფიო დიქცია აქვს და შედარებით 7 ხმა. უცხოენოვან პაციენტებზე რა შვები ხოლმე, რომლებსაც მაგალითად არც ინგლისური იცის, არც რუსული ან რამდენიმე ენაზე წინასწარ შენახული ჩინურად გაქვს შენახული. ჩინურად გვაქვს. ინდურად? ინდურადაც გვაქვს. ვა, რა მაგარია. აზერბაიჯანულად გვაქვს, სომხურად გვაქვს, სომხურად გვაქვს, კი. ნუ ხა იშვიათი ენები არ გვაქვს მაგრამ. პოზიტიურ ემისიურ ტომოგრაფიაზე გიმუშავია ოდესმე? პოზიტრონული ემისიური ტომოგრაფია ეს უკვე ბირთვული მედიცინაა. ამიტომ ის ცალკე სპეციალობაა. თუმცა გამოსახულებები მიწევს ხოლმე მისი გამოსახულებების გარჩევაც ხანდახან და ამიტომ ასე თუ ისე თვალის შეჩეული მაქვს. თუმცა ეს თქვათ ჩემი სპეციალობა არ არის. კეთილი, ასეთ შეკითხვა მინდა დაგისვა, არ ვიცი რამდენად მიპასუხებ, აი შენს რადიოლოგიურ კვლევებში სასწაულის მომსწრე თუ გამხდარ, აი მოსულა პაციენტი რაღაცა აქვს და ეს რაღაცა თუნდაც კურნალობის გარეშე გამქრალა, ან თუნდაც კურნალობის შემდეგ სრულად გამქრალა, აი გინახავს ასეთი რაღაცეები? ხო, ნუ ეხა ონკოლოგია ისე სწრაფად ვითარდება, რომ პრინციპში შეიძლება სასწაულიც დაარქვა. ყოველ შემთხვევაში ონკოლოგიასთან მიმართებაში მინახავს ისეთი რამ ბოლო წლებში, რაც 1-20 წლის წინ ალბათ მართლა სასწაული იქნებოდა. მაგალითად. ნუ აი საკმაოდ გავრცელებული სიმსივნე იმუნოთერაპიის რამდენიმე კურსის შედეგად მთლიანად აღგებული. ფილტვი მაგალითად. ფილტვი მაგალითად თირკმელზე და თირკმელი არა, თირკმელი ოპერაციას ექვემდებარება. ვა, რა მაგარია. რას გზნობ ხოლმე ასეთ დროს, აი როცა აი შენიცი წინა სურათი რა ხდებოდა და ახალი სურათი მოდის და აი საერთოდ ჯანმრთელ ქსოვილს უყურებ. ჯერ პირველ რიგში უგრძნობ ხოლმე იმას, რომ არ იცნობ. პირველ რიგში გამოსახულებას ვამოწმებ მეორედ და მესამედ, ახალსაც და ძველსაც, იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში ეჭვი მაქვს, რომ ხო არ შემეშალა, ან მაშინ, ან ეხლა სხვისი ხო არა, რამე ხო არ მეშლება. როცა დავრწმუნდები, რომ არა, ეს პაციენტია ნამდვილად, მერე მიხარია. ზოგჯერ იმაზე მეტად მიხარია პაციენტზე. ხო, პაციენტი ვერაცნობიერებს ზოგჯერ ამას. ჩვენ ვაცნობიერებთ. ექიმებთან გაქვს ალბათ მუდმივი კომუნიკაცია, ხომ? ანუ პაციენტთან იმდენი კომუნიკაცია შენ არ გექნება, რამდენიც მის მკურნალ ექიმთან. ხო, ძირითადად ექიმებთან მაქვს კომუნიკაცია. ყველა ძალიან არის რა დიაგნოზია, რომელიც არ გიყვარს. დიაგნოზიც არა, ორი
ძირითადად ეს ტრამვის დროს გამოიყენება, არის ორი სიტყვის კომბინაცია, stop კონტრასტი, ეს არის ტვინის სიკვდილზე მინიშნება. აი, არ მეყვარს. და რა არის ეს stop კონტრასტი? აღარ შედის კონტრასტი. ხო, ეს არის რომ ტვინში არ მიეწოდება სისხლი. ხო, სისხლი არ მიეწოდება, უტრირებულია, მაგრამ ანუ ტვინის შეშუპება ისეთი, რომ ტვინის პერფუზია ამ დროს არ ხდება. პრაქტიკულად ეს არის ტვინის სიკვდილი უკვე. ამ ტერმინის გამოყენება ხშირად გიწევს საბედნიეროდ არა. აი შენ ახლა როდესაც საუბრობდით ახსენე რომ რამდენჯერმე ვამოწმებ რომ შეცდომა არ მომევიდესო. შეცდომა მოქსულია? რა თქმა უნდა. შეგიძლია რაღაც ისეთი შეცდომა გითხრა, რაც საინტერესოდ გახსენდება. ყველაზე ჩემი საკუთარი ესეთი ანეკდოტური შეცდომა სტუდენტებსაც რო უყვები ხოლმე არის ხა ონკოლოგიური იმიჯინგი ხო არის პაციენტები რომელიც რაღაც პერიოდულობით მოდიან ჩვენთან და იმოწმებენ თავის ძირითად დაავადებას და ნუ ერთ-ერთ ესეთ ვიზიტზეა პაციენტი რომელიც წინა ჯერზეც მე მყავს გამოკვლეული და იმის წინა ჯერზეც და წინა დასკვნას ვკითხულობ საკუთარს. სადაც გვიწერია, რომ წინა კვლევასთან შედარებით უარყოფითი დინამიკა დადებითია. ანუ ეგ როგორ უნდა გავიგო უარყოფითი დინამიკა დადებითია. აი ეს სავარაუდოდ არის რომ უარყოფითი დინამიკა არ აღინიშნება. არ აღინიშნება, ხო? მაგრამ უარყოფითი დინამიკა დადებითი ვერ იქნება. ყოფილა ისეთი შემთხვევა მაგალითად რომ აი მე რაღაც ვერ დაგინახავს, გაგიმაზავს. კი რა თქმა უნდა, ხო. აბა შეცდომა. და ასეთ დროს რას ეუბნები ხოლმე ექიმებს თუ პაციენტს თუ მოდის და ვიღაცამ სხვამ დაინახა. ეუბნები რომ საბედნიეროდ ვიღაცა სხვამ დაინახა. გასაგები არის. თუ ვინმემ დაინახა, ხომ კარგი კიდევ. უარესია თუ ვერავინ ვერ დაინახა. არის ეგეთი დიაგნოზები, რომ საერთოდ რთულია ხოლმე რადიოლოგიურად. ყველაზე რთულად დასანახი დიაგნოზი რა არის რადიოლოგიურად? არა, ბევრი დიაგნოზია ისეთი, რომ ვერ დასანახიც არის. რთულად დასანახი კი არა, საერთოდ ვერ დასანახი. აი მაგალითისთვის ახლა გავრცელებული მეტასტაზური დაზიანების აღმოჩენის დროს ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ვიპოვოთ პირველადი კერა. არის მაგალითად ჯირგლოვანი სიმსივნეების გავრცელება, როდესაც პირველადი კერა არის ნაწლავის ადენოკარცინომა მცირე ზომის, სადღაც ნაწლავის კედელში ზის და ვერ ყოფილა და ბევრჯერ ყოფილა, რომ ვერ აღმოგვიჩენია. კი, ხო, ავტვისებიანი სიმსივნეების ძალიან დიდ ნაწილში პირველადი ხო რაღაც პროცენტულ მაჩვენებელში, სადღაც არ ვიცი რამდენია, პირველადი კერის დადგენა ძალიან რთულია ხოლმე. და ნუ ამ დროს გვეხმარება ეს იმუნოჰისტოქემია და მოლეკულური კვლევები, რომ მეტასტაზით მაინც გავიდეთ პირველადზე და ნუ იქნებ მიზანმიმართული მკურნალობა ჩაუტარდეს უფრო. კიდევ არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანს სხვადასხვა წარმომავლობის რამდენიმე ავტვისებიანი სიმსივნე შეიძლება ჰქონდეს, ხო? სამწუხაროდ ადამიანს აქვს უფლება, რომ რამდენიმე დაავადება ჰქონდეს. იცი მე ვიცნობდი ერთ ადამიანს, ახლა ცოცხალია სხვათა შორის, რომელსაც სამი სხვადასხვა კიბო ჰქონდა და აი ხა მკურნალობა რადგანაც ახსენე ხო ეს ქიმიოთერაპია და ეს და შვენივრად გძნობს თავს ეს კი ბატონო ადამიანი. ყველაზე დიდ შეცდომას რას უშვებენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც რადიოლოგიურ კვლევაზე მომდიან, როგორც ემოციურს, ისე ფიზიკურად, აი რას აკეთებენ ხოლმე არასწორად. პაციენტებს გულის. ყველაზე დიდ შეცდომას უშვებენ ხოლმე თვითდანიშნვით, ანუ თავად როცა გადაწყვეტენ, რომ ესა თუ ის კვლევა უნდა, მათ შორის სხივური. ახლა მაგალითად როცა ადამიანი თვითონ გადაწყვეტს, რომ მთელი სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფია უნდა. იმიტომ რომ მთელ სხეულს გადავიღებ და მეწოდინება რა მჭირს. ოხ, მე დაემართება თუ დაემართება. ხო, ნუ დიდი ალბათობით ამ დროს შეიძლება ვერაფერი ვერ იპოვოს, ნუ დაისხივოს თავი. ყველა
ანუ ძირითადი შეცდომა ეს არის ხოლმე. ყოველთვის ჯობია რომ კვლევა დაგეგმოს და გადაწყვიტოს ექიმმა. აი ხა სხიურ დაავადებაზე დაიწყე საუბარი შენ და ადრე კომუნისტების პერიოდში ვინც მაგალითად რენტგენის ოთახში მუშაობდა, მაშინ კომპიუტერული ტომოგრაფია არ იყო, ხო? ისინი როგორ არის ქართულად ეს მავნებლობისთვის იღებდნენ ხოლმე რძეს იღებდნენ და 42 დღე ქონდათ ჩვეულება. ხო, და უფრო დიდი ხანი ქონდათ ჩვეულება, ხო? შენ ამ დროს მოსწარი? კი. სანუ შენც მიღებდი ამ რძეს? რძეს არ მახსოვს ეხლა რძეს, არა, ჩვეულება რო უფრო დიდი მქონდა მახსოვს. კეთილი. თვითონ თქვენ რადიოლოგები, რომლებიც მუშაობთ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, აი სხივდებით თუ არა სხვა ექიმებისგან განსხვავებით უფრო მეტად. მიუხედავად იმისა, რომ იქ უსაფრთხოების ზომებია მიღებული, მაგრამ აი რაღაცა ტიპის გამოსხივებას იღებთ თუ არა თქვენ თავს. ალბათ მაინც უფრო სხივდებით. განსაკუთრებით ინტერვენციულ ნაწილში მომუშავე, იმიტომ რომ ვიწევს უშუალოდ პაციენტთან შესვლა, კი ხალათი გაცვია, დამცავი გიკეთია, სათვალე გიკეთია, მაგრამ მაინც სხივდები. და რითი გამოიხატება ხოლმე აი თქვენ ექიმებში, რომლებიც აი უფრო მეტ დასვევან თმაცვივად უფრო მეტად რაღაცას. თმათ ესე ტრივიალურად არა, ნუ ეხლა დოზიმეტრებით ჯერ ერთი იზომება და თუ დაუშვათ გადაჭარბებული გაქვს დოზა, ნუ რაღაც პერიოდით პაუზას აიღებ, გადახვალ დაუშვათ უფრო დიაგნოსტიკურ ნაწილში. ყოველ დღე ზომავთ თქვენ ექიმებს? არა, ყოველ დღე არა, პერიოდულად, სამ თვეში ერთხელ. ახლა სამ თვეში ისეთ დოზას ვერ მიიღებ და სამ თვეში ერთხელ ყველა ექიმის სამ თვეში ერთხელ ნუ წესი არა, ზოგი დაწესებულებისთვის შეიძლება 6 თვეში ერთხელ არის, მაგრამ ნუ პერიოდულად დოზიმეტრების შემოწმება ხდება. არის ხოლმე მოჭარბებული? ნუ არის მოჭარბებული, მაშინ როტაცია ხდება. და რა შეიძლება უნდა ხდებოდეს ყოველ შემთხვევაში. უნდა ხდებოდეს წესი ესეთი. დღეში თქვი რომ აი 100 პაციენტის რადიოლოგიურ კვლევას ადევნებ თვალს. აი ამ 100-დან ცუდი დიაგნოზი რამდენს აქვს ხოლმე? ხო, შეთაშორის ეხლა ბოლო 1-2 წელია ცოტა შედარებით დასტაბილურდა. და აღარ არის იმდენად მატება. მანამდე პროგრესირებდა სულ. მაგრამ ნუ ალბათ 25%. 25%-ის ამა თუ იმ ხარისხის სერიოზული პრობლემა აქვს. გასაგებ. ეხლა მე მინდა გკითხო გაუგებრობა, რასაც იწვევენ ხოლმე პაციენტებში. ტერმინი ტესლა. ხო, და ეხა აი მაგაზე რომ ძალიან ბევრი რეკავს, რომელზე ჯობია იმდენ ამაზე გავიკეთო, ამდენ ტესლინაზე თუ იმდენ ტესლინაზე. ნუ ეს თვათ ესე ტრივიალურად არ არის. რომ გავმარტოთ, ტესლა არის მაგნიტური ინდუქტივობის ერთეული და ნუ შესაბამისად მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფებს გააჩნია თავისი ინდუქტივობა და ამის საზომია ტესლა. პრაქტიკაში გამოიყენება 3 ტესლა ინდუქტივობის მაგნიტები, 1.5 ტესლა ინდუქტივობის მაგნიტები და 1 ტესლაზე ნაკლები, ანუ 0.6, 0.55, 0.4. ამათ ყველას აქვს თავისი დანიშნულება. არ შეიძლება ამისი არითმეტიკულად ერთმანეთზე შედარება. თუ სამიანზე იკეთებ ეს უკეთესია ან 1.5-იან. არ არის ესე. არსებობს კვლევები, რომელიც უკეთესია დაბალ ინდუქტიურ მაგნიტზე გაკეთდეს. არსებობს კვლევები, რომელიც საშუალო მაგრამ 1.5 ტესლაზე და არსებობს კვლევები, რომელიც მაღალ ინდუქტიურზე ჯობია რომ გაკეთდეს. ეს ყველაფერი იცის კარგად რადიოლოგმა. ხშირ შემთხვევაში მკურნალმა ექიმმაც იცის, მაგრამ როგორც წესი მკურნალი ექიმი გვიკავშირდება ხოლმე კლინიკური შეკითხვით. მაგალითად, აი ვეძებ, რა ვიცი, შუაყურის ანთებას. და მე დანარჩენი უკვე ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. მაგრამ ზოგ კლინიკას ხო არა აქვს ორი, აი მაგალითად 1.5-იანი და 3-იანი ტესლიანი აპარატი და შესაბამისად ხომ უწევს მომხმარებელს რომ იმაზე გაიკეთოს რაც აქვს იმ კლინიკას. კი ბატონო, არც ეგ არ არის დიდი ცოდვა, როდესაც დავუშვათ სადიაგნოსტიკო აპარატი ერთია, იმით აკეთებ ყველა კვლევას. არც ეგ არ არის ცოდვა და მთავარია გამოსახულება იყოს დიაგნოსტიკურად ღირებული და ხარისხიანი. პრინციპული მნიშვნელობა დიდ ნაწილ კვლევებში არ აქვს,
რა ინდუქტიობის მაგნიტზე იქნება ის მიღებული. მე პირადად რამდენიმე კლინიკაში მუშაობის გამო პრაქტიკაში გვაქვს ყველა ტიპის ინდუქტიობის მაგნიტები. და შესაბამისად ნაკლებად ვარ შეზღუდული რა კონკრეტული კვლევა რაზეც გვჭირდება ზუსტად იმაზე ვატარებთ. ეხლა სიტყვაზე თუ მაგალითად სამწვერა ნევრალგიის ნეიროვასკულარული კონფლიქტის სანახავად 3 ტესლა მაგნიტი მირჩევნია ზოგჯერ, იმიტომ რომ პატარა ობიექტის ნახვა გვინდა და რაც შეიძლება ნაკლებ დროში, ამისთვის ინდუქტიობა მნიშვნელოვანია. ასე მეორე მხრივ მაგალითად მეტალური იმპლანტები თუ აქვს ადამიანს მისთვის პრიორიტეტულია, რაც შეიძლება ნაკლები ინდუქტიობა იყოს, რომ არ გათბეს ის იმპლანტი და ნაკლები დისკომფორტი ქონდეს. ამ დროს შეიძლება 0,6 ავირჩიოთ. ხერხემლის კვლევის დროს მაგალითად თუ ახლა ძალიან მასიური არ არის პაციენტი, 1,5 ტესლა უკეთესია. ასევე ერთი რაღაც მინდა გკითხო, ჩვენ ზოგადად ადამიანები ცოტა ეჭვიანი არსებები ვართ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტების როლში აღმოჩნდებით ხოლმე. არ ვიცი, შეიძლება ეს ქართული ფენომენიც იყოს ცოტა და ყოველთვის რაღაცების მიმღებლობა გვიჭირს რაღაცა დიაგნოზის და რაღაცების გადამოწმებას ვახდენთ ხოლმე, ხო? აი თქვენს შემთხვევაში როგორ ხდება მაგალითად, როდესაც მიაქვს თქვენი ფირი, უცხოელი კოლეგები თუ გიკავშირდებიან ხოლმე მაგალითად სხვა ქვეყნის ექიმები კონკრეტულ კითხვებთან დაკავშირებით ან თუ გაქვს ისეთი შემთხვევები, რომ გირეკავენ, რომ ნამდვილად ეს არის რაღაცა აი უყურე რა არის, აი ეს შესაფერის სიტყვა ვერ რაღაცა ხო არ მოეჩვენა არის ესეთი ხოლმე შეგრძნების დონეზე. კი ბატონო, არის. იგი ჩვეულებრივი პრაქტიკაა. არის კონსულტაციები კოლეგებთან, მათ შორის საზღვარგარეთ კოლეგებთანაც, არის მეორე აზრის მოსმენა, ესეც ჩვეულებრივი პრაქტიკაა. არაფერს აწყენი ამაში არ არის პირიქით. ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზაზე ყველა ხერხი მისაღებია. ის რო დაუშვათ ჩემი კვლევა შეიძლება წაუღონ სხვა სანახავად, ხშირად მე თვითონ ურჩევ ხოლმე, ვის კონკრეტულად შეიძლება რომ ამაში დაუშვათ გამოცდილება კონდეს და ან მეტი კონდეს გამოცდილება ვის ანახო, რატო არა? ნორმალურია ეს. ასევე მინდა გკითხოთ, აი დასკვნას რომელსაც თქვენ ატარებთ ფურცელს რა წერია ეს რადიოლოგ დასკვნაზე აწერია ხოლმე ორი ექიმის გვარი. ერთი ვინც კვლევა ჩაატარა ძირითადად და მეორე ბოლოში არის ხოლმე თქვენი გვარი. რამდენი ადამიანი უყურებთ ამ ფირებს? მარტო აი ჩვენ ორნი უყურებთ უეჭველი, ვინც ხელს ვაწერთ და პლუს ჩვენი პრაქტიკა მუშაობის არის კვირაში ორჯერ ვიკრიბებით მთელი განყოფილება. ყოფილების შიდა კონსილიუმზე და ვარჩევთ შედარებით რთულ შემთხვევებს. ამიტომ თუ შემთხვევა შედარებით რთულია, ის ალბათ ორ რადიოლოგს არა მეც აქვს ნანახი. ისე პრაქტიკა აჩვენებს, რომ რაც უფრო ბევრი რადიოლოგი ნახავს, თქვათ აი ნიმუშებს უკეთესია. თუ არ არის კამათში იბადება ჭეშმარიტება, ეგ ხა საკამათო ხშირად არ არის, ძალიან რთული შემთხვევა როცა არის, მაშინ შეიძლება იყოს საკამათო, თორე ჩვეულებრივი რუტინული შემთხვევები საკამათო როგორც წესი არ არის და იქ ერთით საკმარისია ხოლმე და ორი მით უმეტეს. ამიტომ სტანდარტულად როცა ორი წყვილი თვალი უყურებს კვლევას უკვე საკმარისია. და რა დრო გჭირდება ხოლმე აი თითო კვლევის რევიზირებას, აი დაახლოებით აი 100 საკეთებთ და ერთი კვლევას რა დრო ჭირდება? 100-ს ახლა თავიდან ბოლომდე ყურება არ ჭირდება, იმიტომ რომ მაინც დიდი ჯგუფი მუშაობს ამაზე, ანუ პირველი და ძირითადი შემსრულებელი უყურებს 100%-იანად სრულ კვლევას და მე ალბათ უკვე მიწევს ხოლმე ძირითადი საკვანძო საკითხების ნახვა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, იმიტომ რომ მე მინდა გისურვო ის, რომ ნაკლები ცუდი გამოსახულება გენახოს.
ეს ყველა ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის და აი ხა სასწაულებზე ვისაუბრეთ და ბევრი სასწაულიც გენახოს, ხო, გამქრალი კიბოები გენახოს სულ შენ, როდესაც აი შემოწმებაზე მოუნდენ შენი პაციენტები შენთან, სულ ბევრი ყველა დაავადება გამქრალი იყოს და უარყოფითი დინამიკა დადებითი ყოფილიყოს. ხო, უარყოფითი დინამიკა მართლაც ყოფილიყოს დადებითი და კიდევ ერთხელ მე მინდა პირადადაც მადლობა გადაგიხარო და ძალიან ადამიანურად ძალიან მეიმედები. და ვიცი რომ ამ ქვეყანას ყავს ესეთი მაღალი რანგის პროფესიონალი როგორც შენ ხარ და მე ხა ეს ის სიტყვებს არ გეუბნები. აი საერთაშორისო აი ესეთი ხარ რა, აი ძალიან მაგარი ხარ და დიდი მადლობა რომ იყავი ჩვენი გადაცემის პოდკასტის სტუმარი. დავამშვიდობოთ მაყურებელს ეთიკურით გემშვიდობებით და აქვე მინდა გთხოვოთ რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი, მოიწონოთ და ჩვენ ბევრ ახალ საინტერესო სტუმარს შემოგთავაზებთ ხოლმე. დღეს შევხედეთ თუ რა ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტორეზონანსული კვლევის უკან და ვისაუბრეთ ადამიანს, რომელსაც თქვენ შეიძლება საერთოდ ვერ ნახოთ, მაგრამ ისვავს ხოლმე პირველ დიაგნოზს. დიდი მადლობა. მადლობა. კარგად.